მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციურ ფლანგზე უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი თემა ხდება. ბარიერ გადალახულ ძალებს შორის აზრთა სხვადასხვაობა. ერთიან პოზიციაზე ვერ შეჯერებას ის განცხადებებიც ადასტურებს, რომლებიც ცალკეული აქტორების მხრიდან ბოლო პერიოდში კეთდება. ფაქტია, რომ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდი საარჩევნო მარათონში ჩართვის ალბათობას უშვებს და არჩევნებისთვისაც მზადებას არ უარყოფს. ცალსახა პოზიციის დაფიქსირებისგან კვლავ თავს იკავებს მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური გაერთიანება, რაც დანარჩენი ოპოზიციის საკმაოდ დიდ უკმაყოფილებას იწვევს. ცესკოს ადმიუნდობლობა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია ხელისუფლების ოპონენტებისთვის, რომლებიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. ოპოზიციის პოზიცია სრულად გაზიარებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციაშიც. სწორედ ამ რეზოლუციის მკაცრი შეფასებებისა და მძიმე ფორმულირებების გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პასეს დღეს საპასუხო წერილით მიმართა. Მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესის შეფასებისას ნებისმიერი მხარე მსჯელობდეს მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით. დასკვნების ფაქტებზე დაყრდნობით გამოტანისკენ ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამჯერად უფრო კონკრეტულად ევროპის საბჭოს მოუწოდებს. მიზეზი საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ რეზოლუციაში მოხვედრილი ჩანაწერებია, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნების კონტექსტში გაკრიტიკებულია არა მხოლოდ მმართველი პარტია, არამედ ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკოში თვლიან, რომ რეზოლუციაში მოხვედრილი კრიტიკა ფაქტებზე მეტად კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების მქონე ძალების მიერ ასამბლეისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა. სწორედ ამიტომ საკუთარი არგუმენტები ცესკომ ევროპის საბჭოს სახელზე ერთ ვრცელ ღია წერილში მოაქცია. შევეცადეთ დეტალურად ფაქტებზე დაყრდნობით აგვეხსნა სინამდვილეში როგორ ვითარდებოდა საარჩევნო პროცესები გასული საპარლამენტო არჩევნებიდან ვიდრე დღემდე და აიხლა დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვითმმართველობის არჩევნების მზადების პროცესში ვისაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე და შევეცადოთ ყველამ უკუვაგდოთ აღქმები ან პოლიტიკური დღისწესრიგით ნაკარნახევი ცდილობები საარჩევნო პროცესის დაზიანებისა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. შესაბამისად ახლა ცესკოში სწორედ ამ პროცესისთვის ემზადებიან და ამბობენ, რომ ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია წარსულის, ანუ უკვე ჩატარებული არჩევნების სწორი შეფასება, თანაც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარედანაც შესაბამისი ორგანიზაციების მხრიდან. ამ მოსაზრებას სრულად იზიარებენ მმართველ გუნდში, სადაც დარწმუნებული არიან, რომ ძალებს, ვისაც ქვეყანაში კონკრეტული პოლიტიკური მიზნები აქვთ, სამიზნეში ამოღებული აქვთ ცესკოც. თანაც დიდი ხანია და ამას მმართველი ძალა წარსულის გამოცდილებით ამყარებს. დისკრედიტაცია ცესკოსი არის ამოცანა, რომელიც ემსახურება ამ ამოცანის რეალიზაცია ემსახურება კონკრეტულ მიზანს და ეს მიზანი ერთია და უცვლელია. ეს არის საქართველოში რევოლუციური პროცესის განვითარება, რასაკვირველია ცესკო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნეა. ფიზიკურად ვერ დაანგრიეს, მაშინ გახსოვთ მელია იყო აქტიური და დანაშაულების გამო რაც ჩაიდინა, პასუხისგებაშიც მიეცა. და გააყალბა პარალელური დათვლა არასამთავრობო ორგანიზაცია მისვედმა, რომელიც საერთაშორისო დაფინანსებით სარგებლობდა. არანაირი რესურსი იმისა, რომ არჩევნები გააყალბო და ამ გაყალბებას ხელმძღვანელობდეს ცესკო, მით უმეტეს, თუნდაც პატარა უბანი არ არსებობს. მმართველი გუნდისა თუ ცესკოს არგუმენტებს დიდი ხანია არც იღებს და არც აღიარებს ოპოზიცია, რომლებმაც თავის მხრივ აქტიური როლი შეასრულეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მიღების პროცესში. თუმცა ცესკოს მიმართ უნდობლობის ერთიანი პოზიციის მიუხედავად ერთიანობა ოპოზიციაში მიუღწეველი ამოცანა აღმოჩნდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. დისონანსი თითქოს და ერთიან სტრატეგიაში გიორგი გახარიამ შეიტანა, რომლის პარტიისთვისაც როგორც გაირკვა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ გახარიამ პრიორიტეტად რიგგარეში არჩევნები დაასახელა, არც ის გამორიცხა, რომ პარტია მუნიციპალიტეტებში ადგილებისთვის ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც იბრძოლოს. რიგგარეში არჩევნების გარეშე სხვა საარჩევნო პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ ნაციონალურ მოძრაობაში, ისე როგორც კოალიცია ცვლილებებისთვის წევრები. ახალი არჩევნების მიღწევა არის ლელოს მთავარი სტრატეგიაც. ცხადია, რომ ჩვენ ვემზადებით არჩევნებისათვის, მაგრამ მთავარი საკითხი არის, რომ ჩვენ მივიღოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები და იქამდე მოხდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ამიტომაც ადგილობრივი არჩევნები და ადგილობრივი არჩევნებისათვის მზადება დღეს არანაირად არ დგას ჩვენს დღის წესრიგში, მაშინ, როდესაც ქვეყანას ჰყავს 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი. ის რომ ექსიტის მერე
უწევთ თავის მართლება და ევროპის საპარლამენტო ასამბლეას რაღაც ახსნა-განმარტებებს წერენ, რომ თქო საქართველოში არჩევნები გაყოლება, მაგაზე პასუხი გაცემული 6 თვე არჩევნებიდან გასული და 10 დემოკრატიული ქვეყანა არჩევნების ცესკოს მიერ გამოყენების შედეგებს არ აღიარებს. არსებობს კონკრეტული პირობები და ეს არის ორი პირობა, ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი ადმინისტრაციით, ახალი წესებით მარჩევის საარჩევნო დავების სასამართლოში ნორმალურად განხილვის შანსით და ეს არის პოლიტპატიმრების ყველაზე უპირობო გათავისუფლება. ამის შემდეგ არსებობს ალბათობა, რომ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ გვაქვს გადაჭრით პასუხი, რომ არსებობს სტატუს კვოში, სადაც ეს პირები ატარებენ არჩევნებს, სადაც ცესკო ეკუთვნის მათ, სადაც მიდის რეპრესიები მედიის, აქტივისტების, პოლიტიკური პარტიების მიმართულებით. ამ ხალხის ადმინისტრირებული არჩევნები რა იქნება? 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება მასთან შედარებით 64, რასაც მოაწყობენ თვითმმართველობის არჩევნებზე. ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მთავარი ბერკეტი კიდე კარგი რო არსებობს, არის ქართველი ხალხი, რომელიც ოპოზიციასაც არ მოატყუებიებს თავს. ოპოზიციის საარჩევნო გეგმებს საინტერესოდ არ მიიჩნევენ მმართველ გუნდში, რადგან ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ მათი ოპონენტების ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღმა გარე ინტერესები და დავალებები დგას. შესაბამისად, არც იმას გამორიცხავენ, რომ ოპოზიციამ პრინციპული უარი, პრინციპული კით ჩაანაცვლოს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაც დააანონსონ. თვითონ ამას ნამდვილად ვერ წყვეტენ, ამის უფლება არ აქვთ. ისინი ელოდებიან მითითებებს. რა მითითებები იქნება გარედან თავიანთი პატრონებისგან, რასაც უბრძანებენ, იმას თავდახრილი გააკეთებენ. დღეს შეიძლება თქვან, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ როგორც კი ხვალ წამოვა პატრონებისგან ბრძანება, რომ უნდა ჩაერთონ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რა თქმა უნდა, მყისიერი გადაწყვეტილება იქნება, შეიცვლიან იმ დამოკიდებულებას და არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ეხლა ხდება რაღაც ერთმანეთის დამონათება, იქ რაღაცა ფსევდო გარანტიების მიღება, რადიკალები ერთმანეთს ანაწმარებენ და ამ პირიქით ნერვებს შეშლიან, გააჩნია საბოლოოდ რა მიზანი აქვს. მიზანი ერთია, რომ რა გზითაც არ უნდა იარონ, საწადელს ვერ მიაღწევენ ეს საზოგადოებამ კარგად უკვე არაერთხელ, მაგრამ ბოლოს განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აჩვენა და დაუდასტურა თელ მსოფლიოს საქართველოს ელექტორატმა თუ მშვიდობის, ქვეყნის პროგრესის, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის მომხრე, როგორ არის ჩვენი ქვეყანა და როგორ არ დაუჭერს არცერთ შემთხვევაში რადიკალის მხარს, მაგრამ ნება არის მათი, ნახავთ ჩვენ ახლა რა დავალებასაც მიიღებენ, ისე იმოქმედებენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვეზე ნაკლები რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიებს კიდევ უფრო ცოტა დრო აქვთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. იბრძოლებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში, თუ იბრძოლებენ რა ფორმით და კონფიგურაციით, ხოლო თუ არა, მაშინ რა პოლიტიკურ სტრატეგიას აირჩევენ, ამჯერად უკვე საკრებულოებს მიღმა დარჩენილი პოლიტიკოსები.